მოგესალმებით მეგობრებო, ბათუმელები იმყოფება ბონის ტერიტორიაზე, ბონის ცენტრალურ ბაზარში, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან. თქვენ შეგიძლიათ ამ პროცესს თვალი მიადევნოთ პირდაპირ ეთერში და ნახოთ ეს შეხვედრის დეტალები. ბატონ ტარიელია ჩვენთან პირდაპირ ეთერში და შეგვიძლია მოусმინოთ თუ რა არის ამ შეხვედრის მიზანი. რა არის თავარი გზავნილი, რატო ხვდებით აი ამ ტერიტორიაზე მოსახლეობას? პირველ რიგში დაანონსებული ქონდა ოპოზიცია თუ ჩვენ რეგიონებში ხვდებოდით მოსახლეობას 15 მაისის აქციისათვის. ჩვენ ამ შეხვედრის პრინციპი თავარი არის გავიგოთ ზოგადად საზოგადოებრივაზე უფრო მეტად ახლოს მივიტანოთ ეს ყველაფერი მათთან და მათგან მივიღოთ უფრო მეტი დავალებები, რაც შემდგომში უფრო მეტად დაგვეხმარება თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველა ჩვენთაგანის გამოსვლა გარეთ. სხვანაირად ჩვენ ვერ გადავარჩენთ ჩვენს ქვეყანას, სხვანაირად ჩვენ ვერ გადავარჩენთ ოლიგარქიისგან ამ ქვეყანას. დემოკრატიას ჩვენ ვერ დავიცავთ სხვანაირად, იმიტომ რომ ყველამ ერთად უნდა ვეზრუნოთ ამ ქვეყნის გადაჭრისას. მე მიხარია რომ ოპოზიციის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება რეგიონებში ჩასვლა, იმიტომ რომ ქართული პოლიტიკა ზოგადად ცენტრალიზებულია, ძირითადად თბილისით შემოიფარგლება, ამიტომ ფიქრობ ეს ნაკლოვანება არის ზოგადად მოსახლეობაში, გრძნობა იმისა რომ თავისი ლიდერი, ვისაც პატივს სცემს და ვისაც ჯერავს, ის მასთან არ მიდის. ეს ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილება არის ჩემი აზრით, რომ დავდივართ ბათუმში სხვადასხვა ლოკაციებზე და შევეცდებით რომ შევხვდეთ მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს და გაგრძელდება ეს შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. რას უკავშირდება ეს შეხვედრები, თქვათ, რაღაც ვადამდელ არჩევნებს? ეს არის სწორედ ის გაჟღერებული აუცილებელი პირობები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან დგას ჩვენს რეალობაში, ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გამოშვება. სასამართლოს სწორად დალაგება და მოწყობა და ასე შემდეგ. შესაბამისად აი ამისათვის ჩვენ ვევზადებით 15 მაისის აქციისთვის და შესაბამისად საზოგადოებას ვაცნობთ თუ რა გვაქვს პროგრამა და რა უნდა მივიღოთ ზოგადად საზოგადოებამ. აი ამ ფლაიერებში, რომელსაც არიგებთ, არის ამ 15 მაისის აქციის შესახებ ინფორმაცია თუ სხვა დეტალებია? ეს ფლაიერი, სადაც მოკლე შინაარსი, მოკლე ჩამონათვალია რას ვაპირებთ და რის გაკეთება შეგვიძლია და ჩვენ ამ ფლაიერების საშუალებით ვცდილობთ რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწვდოთ საზოგადოებას. კი ბატონო, დიდი მადლობა, ჩვენ გადავინაცვლებთ სხვაგან. Is გამორა მაჯარიმები ეზოში გამოსულ ადამიანს იმის გარანტია არ აქვს რომ ეს გადაიხას 2000 გადაიხდეს არა რა თქმა უნდა ყველას ნუკმაპურის ფული არა ეს ჭირდება თავისი უკიდურე მე ვიცი ხალხი რომ უკიდურესად გაჭირებული იმის საშუალებაც არ აქვს პანდემიისა ეს პირბადე იყიდოს და 20 რაჯარიმები მოდი პირბადის რეგულაზე რაც აქვს პირბადები ხო აი მართლა იმიტომ აი მოჩვენებითია ხო ეს ყველაფერი ეს არის ერთჯერადი გამოყენება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ესაუბრება მოქალაქეს თქვენ შეგიძლიათ მოусმინოთ გამარჯობა ქალბატონო ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ რო გითხრათ რაზე გესაუბრენ ოპოზიციის წარმომადგენლები და რა არის თქვენი წარმომადგენლების გულის ტკივილი ხალხის მიმართ ის არის რომ ჩვენი შეკრება მოხდეს ხალხის დახმარება ოპოზიციასთან და მოხდეს რიგარეში არჩევნები. ჩვენი გულის ტკივილი ის არის რომ ქვეყანამ როგორმე ამოისუნთქოს, იყოს შრომის უნარიანი ხალხის დასაქმება, ამასთან ერთად ნუძვირდება ყველაფერი გაზი იქნება, საწვავი იქნება, პური იქნება, რომ საარსებო წყარო ხალხმა აღარ აქვს და როგორმე გამოძებოს. შრომ ყველა შეუძლია ჩვენს ქვეყანაში რომ იყოს 15 მაისის აქციაზე ხო არაპირებთ მისვლას? იყო ამაზე საუბარი ამ შეხვედრაზე? 15 მაისის აქციაზე როგორ მივა ხალხი რომ 4-ში და 11-ში ჩაკეტებები მოხდება? როგორ მივა? 20 ლარიანი პირბადის ჯარიმა ვერ გადაუხდია ხალხს და 2000-ებს როგორ გადაიხდის? მეჭვება რომ მივიდნენ. ისე სურვილი კი არის რომ მივიდეთ და მივლენ ალბათ, მაგრამ თუ ლოკდაუნი არ მოხდება ამ შემთხვევაში. კარგი, დიდი მადლობა დროებით. ახლა ჩვენ გადავინაცვლებთ სხვა ადგილას, სადაც ასევე მიმდინარეობს შეხვედრები ოპოზიციის წარმომადგენლების და მოქალაქეების. ჩვენ ახლა შეგვიძლია ასევე კადრში ვნახოთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, როგორი განწყობით ხდებიან მოსახლეობა ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ, რო გითხრათ და რა არის თავარი გზავნილი თქვენი, რაზე ესაუბრებით? თავარი რაც არის, რომ ხალხი არის უკიდურესად გაჭირვებული. ანუ ეხლა
ბაზარში დავდივართ, სადაც უამრავი ადამიანი უნდა იყოს და ჩვენს გარდა არავინ არ არის, ხო ხედავთ, ანუ წარმოუდგენელი, აი ესეთი უპერსპექტივობა ადამიანებს, როდესაც აწუხებთ, რომ აი რა წაიღონ ახლა ოჯახში არ იციან. ანუ ეს არის ძალიან ძიმე საყურებელი ჩემთვისაც პირადად. ზოგს რა ვიცი, ზოგი გვეჭხუბება, ზოგი ძალიან კარგად ხვდება, ზოგი ამბობს, რომ მართლა არაფრის იმედი არ აქვს, ზოგი პირიქით ოპტიმისტურად არის. ამიტომ ჩვენი ვალია რომ ყველას აუხსნათ, რომ 15-ში საპროტესტო აქციაზე უნდა ჩამოვიდნენ, იმიტომ რომ გავაპროტესტონ ის, რაც ტკივად. შეიძლება ხატი არ მოსწონდეს, შეიძლება სხვა პოლიტიკოსი არ მოსწონდეს, მაგრამ ნიშნულოვანია, რომ საკუთარი თავისთვის იყვნენ, საკუთარი თავისთვის ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და ახალი არჩევნებისთვის ჩამოვიდნენ. მართლა მძიმე საყურებელია რა დღეში არიან და მართლა მძიმე საყურებელია, რომ მთელი დღე დგანან ერთი კაპიკის გულისთვის. აი ეს არის წარმოუდგენლად მძიმე. დიახ. დაღამდება და 5 ლარი ვაჭრდა და ახლა სახში საქართველოს ფულში აგერ ბანკის გადასახადი, აგერ იმის გადასახადი და ძალიან თუ მდგომარეობაში ვარ. 15 მაისის აქციაზე აპირებთ წასვლას? რატო არ დავარ, რა პრობლემა უყურთ, რამე შეღავათი იქნებოდეს, აი ბანკები და აიგი და აი გადასახადები ძალიან დაგვაწვა და არავა მუშაობა და ასე და რა ვქნა. ჩაკეტეს კარები აქიდან და ორი შემოხვა. არავინ არ არის. თქვენი მთავარი მოთხოვნა რა არის? რა გინდათ რომ შეიცვალოს თქვენ ცხოვრებაში? რა ვიცი რომ ნორმალური წები და რაფერს იყო რომ ნორმალურად და არა და უფრო უარესდება ყველაფერი და არა ნორმალური არაფერი. რატომ დაიწყეთ ამ ადგილიდან მოსახლეობასთან შეხვედრა, ბატონო გიორგი? ყველაზე კარგი ჩემს რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყნები. ყველა გვეუბნება რომ რაღაცა ნახოთ იმისა რომ პროდუქტი გატიროს საღამოს ბევრი ნაწილის გადაყრა უწევს და ჩვენს გარდა რომ არავინ მყიდველი არ არის, ხო ხედავთ. ერთი ქართული ოცნების წევრი დავინახეთ, ხოლმე საკრებულოს მომუშავე ადამიანი, აქ შემოსული ფულით, მეტი არავინ არ არის. აქ ჩანს კიდევ რომ ყველაზე კარგად რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა და ყველაზე ცუდი რაც ჩანს არის ის რომ განსაკუთრებული უიმედობაა ხალხში. ამისთვის დახარჯა ბიძინა ივანიშვილმა ბევრ წელთან ერთად დრო და რესურსი, რომ ეს უიმედობა და ნიჰილიზმის განცდა ყოფილიყო ხალხში და ეს არის პირველ რიგში გადასაკეთებელი. ჩვენ მართლა შეგვიძლია ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, თავარი ეს ჯერ ჩვენ დავიჯეროთ და მე ავირჩიოთ ნორმალური ხელისუფლება. კარგით, დიდი მადლობა. ნახავებით არ მატავ. ბაზრის მეორე სართულზე ადიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენ შეგვიძლია თვალი ვადევნოთ ამ შეხვედრის პროცესს და მოისმინოთ მოსახლეობის განწყობაც როგორია, როგორ ხვდებიან ისინი მათ და რა მოთხოვნები აქვთ. თბილისია. შევეცდებით რომ ეხლა რაც მინდა ვიტყოდ, ეგ სიტყვას არ ჩევხალ და რა უნდა ვიტყოდ, მაგრამ არ არის აუცილებელი მე მოხდეთ, ან რომელიმე პოლიტიკოსი. თავარია რომ თავარია რომ აი ეს რაღაცა და ერთი კაცი რო არ არის ხა ბაზარში და დავდივარ რომ 9 საათია და კაცი არის. ეს შეიცვალოს როგორ თქვენი სახელი თავდანანა რა ვიცი თქვენს მეგობრებს მეზობლებს ყველას გადაეცით რომ სალონია მინდა რომ გამოსულიყო და უკეთესობისკენ ვიყო რომ ისეთი ხელისუფლება ხარჯეთ რომელიც ადამიანებს ძალიან გაგვიჭირდა ესეთი და ყველა მუშაობა არ ბანდა ბანკსაც ვერ ვიხდით დახევარი უკვე და ძალიან ბევრი აჯურებაც ახლა ამათქობა ეს კოვიდი ეს ყველაფერი ძალიან გაჭირდა და თუ რამეს ჩვენსკენ გააკეთებთ კარგისკენ და ყველაფერს უკეთესად ყველაფერი იქნება მაგრამ ხისკენ ვიყო მერჩის არ განსხვავდება და გელოდებით რა ვიცი რაც ვიქნებით ძალიან კარგი იქნება ნახავთ კარგად
რა ვქნათ ნენელა დედი მოხუცი ქალი რა ფერი აჭარის წყალი კი ბეჯანმა აჰა საიდან ხდები აჭარის წყალი ხელვაჩავლის რაიონი და მერე სოფელი სახელი რა ქვია სახელი გულნაზი თავგადან გულნაზი გადაეცით დავტოვეთ ხო თქვენს მეგობრებს მეზობლებს ახალგაზრდებს ჩამოვიდნენ ყველა დავაპროტესტოთ ერთად ის რაც ხდება ახლა მაგალითად რომ ერთი ადამიანი არ დადის თელი 1 საათია დავდებათ აქ ძალიან მნიშვნელოვანია და და ხალხი წადანენი გამოწყდა გადაირჩა ყველაფერი არაფერი არ არის სულ არ არის არაფერი მაგრამ რა გზა გვაქვს და ქიმძივართ აქა გასუცულ 7 თვე არ ჩამოვცულ ვარ აქა ახლა ჩამოვედი აგერ 5 დღე და ავაჭრობა არ არის ხო აი სუჭრობა ვის უნდა რამე ყველაფერი ძვირი ღირსეთი ეს კი არ ღირს ძვირი მაგრამ საჭმელი ღირს ძვირი და ვერ ყიდულობს ხაცი ვერ ყიდულობს ადამიანს არ აქვს ხელფასი არ აქვს მუშაობა არ აქვს დეიქცა აი რა თმინდა პირზე ამ ხრის გავს მოფაჩი ჩური იარები ვერ ვცნობი ჯანმრთელად უნდა ვიყოთ ჯანმრთელად მან ნამდვილად მაგრამ აი მოფუჩრილმა მომკლა ხალი ვინმეს ახლობელსაც ვერ ვცნობი რომ გამარჯობა ხელს ვუწევ გამარჯობა გაგიმარჯვე ასე ვარ მომკლა ტურისტიც არ არის ხო არა ტურისტიც არ არის არავინ არ ჩამოდის არ ყიდულით არავინ აი ხნენ არიან ტურისტი ცოტა შემოდის რუსები ცოტა შემოდის ხო ახლა დაიწყო რაღაც ცოტა ყარა აგრესული არის გაწოდეთ რა გადავყარეთ ყველაფერი ჭირი ჩურჩხელები 1,000 ლარი ვიზარალეთ ჩამხარეთ მუშორნიაში ახლა წელს არ დაკეტილა და რა ხა ახლა ცოტა დაიწყო ერთი კვირა ცოტა რუსი შემოდის ოდნა 5 კაცი შემოვა და კიდე ჩვენ ხალხს ეს არ უნდანენი არა ჩამისულია ხო ერთადერთი ყველაზე რეალური გამოსავალი არის შეგვიძლია გადავინაცვლოთ სხვა მოქალაქეებთანაც და გამარჯობათ ოპოზიციის წარმომადგენლები ხდებიან როგორც ვიცით გამარჯობათ რას ფიქრობთ ოპოზიციის წარმომადგენლების გზავნილებზე რას ფიქრობთ ხო არაპირებთ ორ შაბათიდან პარლამენტში დიახ პარლამენტში ორ შაბათიდან ჩვენი გადასახადები და ხელფასებებულობა პარლამენტში ყველას მე ასე მოუწოდება რა ჩემი არის თქვენ ფიქრობთ რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში აქ ამის არ შესულოდა მე მეგონა შევიდე როგორი მდგომარეობა აქ მოსახლეობაში კაცური გახსნა ეს არქივები ყველა ფეიქია მე ამას უყურებ სხვა ტელეფონში არაფერს არ უყურებ ოპოზიციის წარმომადგენლები ფლაიერებს არიგებენ და მოგიწოდებენ მე მგონი რომ მე რომ კაცო გითხოს 20 წელიწად არ შევწნი ამ თავობას ანუ ამ თავრობის მოგხარ კარგი თითმის მე თუ გითხარ შეგიძლიათ გითხრათ ან რა მოგწონთ კონკრეტულად ჩვენად ონლაინ გამოცემა ბათუმელები და ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ ეხლა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით შეგიძლიათ თქვენი აზრი რო გამოხატოთ ყურადღებას არ ვახსოვაგეს გასაგებია კარგით მადლობა ჯერჯერობით ოპოზიციის წარმომადგენლები ბაზრის ტერიტორიაზე იმყოფებიან, ისევ დააგრძელებენ მოვაჭრეებთან შეხვედრას და ისმენენ მათ პოზიციებს. ეს გობი ერთი კვირის უნდა რომ იყავი ისევ ასეა. გასო ჩურჩხელები რო ვიყიდე, ტურისტებთან ერთად რო ვიყავი, გასო სტრატეგია. ასე იყო და ძირითადი კლიენტები თქვენი იყვება ტურისტები. ტურისტები და მეტიაბა ვაქმიტი. ტურისტები ეს ისინი ხო არიან ტურისტულ ზარბაზები, რესტორნები, ანუ საჭმელი რო ჭირდება, ის ხე ყველაფერი დაკეტილი. რესტორანებში მუშაობდა, რესტორანში
სამშვილო გზადისა. ჭოლა არის. ჭოლა ხაბის ჩემი ბიჭის გიორგი გრიგოლიას მე ჭოლაში ხარ გიორგის დედა ნახება. ერთად არის ჩემი ბიჭი და მოგესალმებით ქალბატონო, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ. რას ფიქრობთ ამ შეხვედრაზე? რა გზავნილები აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს? რაზე გესაუბრებიან? ნუ ეხლა ცოტა იმედი მაქვს, აქამდე არ ქონდა იმედი და ახლა რა ვიცი, თუ ყველა დავდგებით ფერზე, ერთმანეთს დავდგებით გვერდზე, რაღაც იმედის ნაპერწკალი არის. ანუ რისი იმედი გაქვთ? რის იმედი გვაქვს და ეს გაჭირება რომ დავძლიო. ყველანაირი გაჭირება დავძლიო. და როგორ უნდა დაიძლიოს? ანუ რაზე გესაუბრებიან ისინი? გავერთიანდეთ, ყველამ გავერთიანდეთ რა, არ უნდა იყოს ეს სუკლი და ეს ყველა ქართველები ვართ რა, ბოლოს და ბოლოს ქართველები ვართ, ერთმანეთს უნდა მოусმინოთ და გავუგოთ ერთმანეთს. კარგით, მადლობა დროებით. გამარჯობათ. ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ. რას ფიქრობთ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით? მე ძალიან ყვაყოფილი ვარ დედ. ვინც ხალხს გამოადგება, ყველა იმას გაუმართოს დედ. ჩვენ რა ვიცი. მე მინდა რომ ჩატარდეს არჩევნები და ხალხს მომავალი ქონდეს. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ვადამდელი არჩევნები ვადამდელი არჩევნები. აბა მელოდები სული და გული. ხომ არ აპირებთ აქციაზე გასვლას? დედი დიაბეტი მაქვს და ვერ გავ. როგორი მდგომარეობა აქვს ბაზარში? სად არის მუშაობა? არაფერი არ არის. цариელია ყველაფერი, დედ ხალხს ფული არა, ხალხს არაფერი არ აქვს. მე მინდა ხალხის სიკეთე, ჩემი ხალხის. ჩემი კაი ხალხის, იქ თვეობით დგანან ესენი და ერთხელაც არ წასულან თავიანთ სახლებში. შრომობენ და იმას შვებიან. კარგით, მადლობა. მინდა რომ შეიძლება ქვეყანაში ყველაფერი საციკე. ხალხია ხო ხალხი? ხალხია ვარ, კი. აბასაც. კი, ხალხია. ეს კიდე მინახავს ალბათობაში. ნაბსლებზე. იდეთი. ყველაფერი კარგად იქნება, ყველა ერთად. იმიტომ რომ ეხლა რასაც ვუყურებ, აი, გული მეცნობა. ერთი ადამიანი არ არის, მე არ ვიცი, მარტო ჩვენ დავდივართ. საერთოდ არ არის დარწმუნებული. თქვენზე მოწმე. თქვენ ხართ ჩვენი მართლობა. საყვარელი ხალხი და ამ ქვეყნის მომავალი. ამ ქვეყნის მაგრამ ჩვენი სახელი ხალხი. რატო? კარგი შვილიშვილები ხომარული და ამ შეგვიძლია გადავინაცვლოთ სხვა ტერიტორიაზეც და სხვა დიალოგებსაც მოусმინოთ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის. გამარჯობა, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ. რო გითხრათ ამ შეხვედრის დეტალებზე, რომ რატო ხდებით, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი და განწყობა როგორია ამ ადამიანების? განწყობა როგორც ასევე, კი იცით, ყველგან ერთნაირი არის, დღეს ჩვენ და სამწუხაროდ აქ ბაზარში
უფრო შესამჩნევი არის ის გაჭირვება, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დღესდღეობით რაღაც წესად იქცა. იცით რომ ეს ამ ადამიანებს ჭირდება კლიენტურა, რომელიც არ არის და კლიენტურა როგორ იქნება, როდესაც ეს ქვეყანა უკიდურესად განვითარებული არის და ეს ადამიანები ითხოვენ ელემენტარულად იგივე პირობებს, რა პირობებიც დღეს დღევანდელი ცივილი სახელმწიფო მესმის რომ პანდემია არის, მესმის რომ 1000 გაჭირვება არის, მაგრამ ჩვენი ქვეყანა რაღაც განსაკუთრებულად უკან და უკან მიდის და აი ამ ყველაფრისთვის არის ცვლილებები საჭირო. ცვლილებები რომ მოხდეს, ამისათვის არის საერთოდ ერთიანი აზრის გამოხატვა, რომელიც ალბათ 15 მაისს თბილისში ჩვენი ქართველი ერის აი ქლიანად აი ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანებისგან ალბათ 1.3 იქნება ხმამაღლა გამოხატავენ თავის ნებას და აი ამის შემდეგ რა თქმა უნდა იძულებული იქნება ქართული ოცნება რომ წავიდეს იმ დათმობაზე რომელთაც აი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. კარგი, დიდი მადლობა. მადლობა. აგარ დარჩა ვინც დარჩა საშუალებაც არ დროია და ძალიან მოხარულები ვიქნებით რომ ვინმე საქართველოში ისეთ გამოჩნდება რომ აი ჩვენ შვილებს ასე მხიარულად ასე აი გამიხადა შვილებს თავად გამიხადა რამდენი ახალგაზრდა თაობა დავიდა და გამრავდა დაიხარ მადლობა ერთად გომით შეიძლება არ უნდა რამდენი ხანია, შვილო, რამდენი ხანია, რომ ითხოვენ, რომ არ მოვწონს, არის შემცირობა, ბავშვები ტელევიზორში ვერ დაინახავთ, აწვიმ, ათო, საჭმელი არ აქვს, სასმელი არ აქვს. ხო, და აი შედეგი რა არის? სწორედ ამიტომ არის ახლა 15 მაისის აქცია, რომ ეს პროტესტი ესეთი დავანახოთ ამ კაცს, ხო? თავებს რო ითვლის. დავათრევინოთ ეს თავები. კარგად გაიხარეთ. კარგად იყავ. ურამე შედეგი. აი ეგერ ბიგ მოგესმა. ელგუჯა.
აი ამის შემდეგ შეხვედრა სადა აქვს გაარჩენებულ ოპოზიციას დაგეგმილი რო გითხრათ და იგივე გზავნილები იქნება თუ არა ამ შეხვედრაზე, რაზეც ახლა საუბრობ. და ეს შეხვედრები იქნება მოსახლეობასთან, ბათუმის სხვადასხვა უბანში ეტაპობრივად და საერთო ჯამში თავარი მესიჯი რაც არის და ესე ვთქვათ, ზავნილი ეს ახლა სწორედ ზადება იმისთვის, რომ ხელისუფლება წამოვიდეს გათმობაზე და ხელისუფლებამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით გადადგას ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ითვალისწინებს არჩევნების დანიშვნას. ბადამდელ საპარლამენტო არჩევნებს? ნებისმიერი კონფიგურაციით ეს იქნება იმ სტილით, რომელიც ოპოზიციამ შესთავაზა, თუ ის რაც საერთო ჯამში ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომ ლეგიტიმაცია უნდა შეიძინოს პარტიებმა ახალი არჩევნების გზით. ეს მოხდება პლებისციტზე ისე დანიშნული თუ რა წესით, ეს ბუნებრივია დამოკიდებულია უკვე საერთო შეთანხმებაზე. დღეს ოპოზიცია არის ერთიანი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი, დიდი მადლობა. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები ხვდებოდნენ ბონის ბაზრის მოსახლეობას და მოვაჭრეებს და მათი მთავარი გზავნილი იყო იმ აქციისთვის მზადება, რომელიც 15 მაისს არის დაგეგმილი თბილისში და როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ამ აქციის მთავარი მოთხოვნა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი შემდეგ შეხვედრას აპირებენ ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე და შემდეგ კიდევ სხვადასხვა უბნებში გააგრძელებენ მოსახლეობასთან შეხვედრას. ჩვენ გემშვიდობებით და მნიშვნელოვანი მოვლენების განვითარების შემთხვევაში კვლავ ჩავერთვებით. მადლობა, რომ გვიყურებთ. კარგად მზადდებოდეთ.